ისევ აქტუალურ თემას, ისევ პრობლემას გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. მე ძალიან მოკლედ მინდა მოგახსენოთ აფხაზთა კრების პოლიტიკური აქტივობები აი 7 თვის განმავლობაში. სულ 7 თვეა აფხაზთა კრება ფუნქციონირებს როგორც თავყრილობა, როგორც ტრიბუნა, როგორც ინტელექტუალური მოძრაობა და ამ ხნის განმავლობაში აფხაზთა კრებამ ბევრი რამე გააკეთა. აფხაზთა კრება ამ ხნის განმავლობაში დახუნძლულია აქციებით და აქტივობებით შეიძლება ითქვას. 27 სექტემბერი 2014 წლის აფხაზთა პირველი კრება თბილისში, რომელსაც მიიღო 2 რეზოლუცია უკრაინის შესახებ და ევროატლანტიკური სივრცის აუცილებლობის შესახებ ქართული სამყაროსათვის და მეორე რეზოლუცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალი არჩევნებისა და აფხაზეთის მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენების შესახებ. აფხაზთა მეორე კრება ქალაქ ზუგდიდში 8 ნოემბერს, რომელსაც მიიღო რეზოლუცია ასე იგი აფხაზეთის ანექსიის გაპროტესტებასთან დაკავშირებით. Სუსტად 8 ნოემბრის აქციით ჩვენ შევუერთდით 15 ნოემბრის უზარმაზარ მანიფესტაციას თბილისში, რომელიც ჩატარდა აქ დედაქალაქში რუსთაველის პროსპექტზე. გარდა ამისა, აფხაზთა კრების ორგანიზაციებმა ჩაატარეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიკროაქციები, როგორც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წინ, ისე პრეზიდენტის სასახლის წინ. გაპროტესტების თვალსაზრისით თუ რატომ პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის გარანტი, როგორც კანონიერების გარანტი არასრულებს თავის მოვალეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან მიმართებაში. დღეს აფხაზთა კრებას ჰქონდა აგრეთვე სერიოზული კონსულტაციები როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ისევე საპარლამენტო ოპოზიციასთან. ზუსტად რამოდენიმე გალავად 1 თვის უკან გალის რაიონში ჩატარდა გამოკითხვა, სერიოზული გამოკითხვა და 34,000 კაციდან 94%-მა უპასუხა, რომ ჩვენ გვინდა ქართველობა და საქართველოს მოქალაქეობა. ეს იმ პირობებში, როდესაც გალი გულაგის რეჟიმშია, გალი ოკუპირებულია, გალი სასწაულ, ესე იგი დარდგუნულ დღეშია. ამიტომ ჩვენ მივესალმებით გალის მოსახლეობას. მე ვთვლი პირადად, რომ მე ვარ ერთ-ერთი დევნილი და ვამაყობ გალელებით და გალის მოსახლეობით. მოგესალმებით. ჩემთვის დღეს ძალიან რთული არის ვილაპარაკო, რადგან ყოველი თემა, რომელიც ეხება ჩვენს ქართველ ერს და განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც გალის რაიონის 35,000 ადამიანი დღეს იქ იმყოფება, რომელიც ყოველ დღე თვალში უყურებს სიკვდილს, გმირულად დგანან, იცავენ ქართველობას, თავიანთ იდენტობას. მათ როგორც ბატონმა მამუკარბძანა სოციოლოგიური კვლევის შედეგად 35,000 ადამიანმა 96%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის ქართული და ის არის საქართველოს მოქალაქე. მეტი რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა. ეს ყურად არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, აფხაზეთის ხელისუფლებას, მის მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს. უნდა მოვეფეროთ და უნდა დავიცვათ თითოეული ქართველი, რომელიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობს. სხვანაირად არ შეიძლება. სიცხვილია, სამარცხვინოა დღეს აფხაზეთის ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ამბობს, რომ დაიღალა ევროპელი მეგობრები, ჩვენი კონფლიქტები, თუ ქართველი 35,000 ოკუპირებულ ზონაში არ დაიღალა და თავის იდენტობას იცავს, ქართულობას იცავს, მაშინ რა, ვახტანგ ყოლბაია და ეს ხელისუფლება დაიღალა? თუ დაიღალნენ, წავიდნენ და ტამბოვის ოლქში დაისვენონ. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ. გავამხნევოთ ჩვენი ქართველები, დავიცვათ ჩვენი ქართველები, დავიცვათ მათი იდენტობა, დავიცვათ ქართული ენა. სხვანაირად ეს ხალხი გაწყდება. უღმესი მადლობა.
მოგესალმებით, დიდი მადლობა მომბრძანებისათვის, დიდი მადლობა ჩვენი ტკივილის გაზიარებისათვის, მოგესალმებით საქართველო. დღეს აქ იმყოფება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, რომელმაც ჩვენ სოციალური ქსელებით გავავრცელეთ მიმართვა და გამოგვეხმაურა ამ მტკივნეულ პრობლემას. საქმე ის გახლავთ, რომ ერთი შედეგი ამ აქციის ჯერ არ დაწყებულა და უკვე დადგა. გამობრძანებულა ქალბატონი განათლების მინისტრი დღეს 3 საათიანში თუ არ ვცდები კურიერში და უთქვამს, რომ დადასტურებულად ეს ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ და თუ კი დადასტურებულად მიიღებენ ამ ინფორმაციას, ისინი რაღაც ღონისძიებებს განახორციელებენ. მეტი რაღა დადასტურება ჭირდებათ, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა და სოხუმის ადმინისტრაციამ ესე იგი გამოაცხადა ეს იყო ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ხაჩიმბა შეხვედრაზე გალის მოსახლეობასთან, რომ იმ 11 სკოლაშიც კი, სადაც ნახევრად ლეგალურ მდგომარეობაში ისწავლებოდა ქართული ენა და ისწავლებოდა ქართული პროგრამების საფუძველზე, მიმდინარეობდა სწავლება 1 სექტემბრიდან, იმის გამო, რომ იქაურ ადმინისტრაციას არ მოწონს ქართული წიგნები, არ მოწონს ქართული დროშა ამ წიგნებზე, ამ ადამიანებს, ამ ჩვენს თანამემამულეებს 35,000 ქართველს აეკრძალება ქართულად სწავლება და სწავლა და ამოიშანთება მთლიანად ქართული ენა, ესე იგი გალის რაიონიდან. პარალელურად აქ უკვე მოგახსენეს, რომ მიმდინარეობს იმ ეგრეთ წოდებული პასპორტების ჩამორთმევა, რომელიც თავის დროზე საკმაოდ დიდი ხთამების ფასად გასცეს იქაურ ქართველებზე. თავიდან ეს ღირდა $100, ბოლოს ეს ღირდა $500. საერთოდ გალის რაიონი არის ძალიან დიდი ბეღელი მუხტახორას სეპარატისტული ადმინისტრაციისათვის და პრაქტიკულად გალელებს ისინი იქ იმიტომ ითმენენ, რომ ეს არის დიდი ბეღელი და დიდი შემოსავალი მათთვის. ელემენტარულად იმ ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვაც კი არ შეიძლება, თუ კი გარკვეულ საზღაურად არ აიღებენ ნებართვას, ესე იგი გადასვლის, ან იქ ვინმეს შეყვანის. ან კიდევ მათ ართმევენ მათ შემოსავალს, ართმევენ თხილს, ეს დაახლოებით 50-80%-მდე კი პროცენტამდე მერყეობს. ამუშავებენ თავის მეურნეობებში, ამუშავებენ პირად მეურნეობებში, ამუშავებენ თავიანთ პლანტაციებში. მათ პრაქტიკულად ეს არის უზარმაზარი შემოსავლის აჯარიმებენ ძალიან დიდი რაოდენობით, უწყობენ საექსეკუციო აქციებს, მაგრამ ეს მოსახლეობა დგას ძალიან მტკიცედ. ისინი უვლიან ქართულ კერას, ისინი უვლიან თავის ოდაბადეს, როგორც იტყვიან და დღეს ისინი ქართულ საზოგადოებას აქ იმედით შემოხურებენ და უკვე ჩვენ რამდენჯერმე პირველად შარშან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, საზოგადოება ივერიასთან ერთად დავიწყეთ ეს თემა სოციალური ქსელებით, მოამზადეთ სპეციალური ბლოგი, შემდეგ ჩავატარეთ 25 თებერვალს კონფერენცია, შემდეგ ჩავატარეთ ბრიფინგი მთავრობის კანცელარიასთან და ეს ყველაფერი მერწმუნედ ესმით იმ ქართველებს, რომლებიც იცავენ იქ საქართველოს და ელოდებიან იქ საქართველოს. ამდენად ყველა ჩვენთაგანის ვალია, რომ თანადგომა და სოლიდარობა გამოუცხადოთ მათ. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ყრუა, ბრმა გალელთა პრობლემების მიმართ, მუნჯია ამ პრობლემების მიმართ, მაგრამ დღეს უკვე პატარა ყინული დაიძრა და ჩვენ დღევანდელი აქციით გვინდა მათ შევახსენოთ თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულება, შევახსენოთ, რომ ისინი ვალდებული არიან დაიცვან თავიანთი მოქალაქეების უფლებები და დაიცვან მათი კონსტიტუციური უფლება განათლებაზე, საკუთარ დედაენაზე. თუმცა სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ და გულაგის რეჟიმმა განაცხადა მიზანი. მათი მიზანი არის, ესე იგი, ჩამოაცილონ ქართულ სამართლებრივ სივრცეს, ჩამოაცილონ ეს 35,000 ქართველობა საერთოდ ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეს და მოახდინონ მისი რუსიფიკაცია. პირდაპირ ასია გაცხადებული. მოახდინონ მისი რუსიფიკაცია, ანუ გაზარდონ, აღზარდონ აფხაზეთის ჩხალებში ღირსეულ მოქალაქეებად. ეს უკვე საქმე იქამდეც მივიდა, რომ მათ პრაქტიკულად საკუთარ მშობლიურ ენაზე სწავლა და ურთიერთობაც კი აუგრძალეს. რა შეიძლება ვქნათ ამ სიტუაციაში? რა თქმა უნდა, დღეს ქართული ენის დღე არის და აუცილებელია და მე ვისურვებდი ყველასთან ერთად, რომ რა თქმა უნდა, დღეს ალბათ ამ ღონისძიებაზე გაცილებით უფრო მეტი ხალხი უნდა ყოფილიყო. ანუ მე ვამბობ იმას, რომ
ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ გაცილებით უფრო ყურადღებიანი და აქტიური უნდა იყოს და რაც მთავარია საქართველოს სახელმწიფო უნდა აქცევდეს ამას ყურადღებას. ხოლო რას აკეთებს ის დღეს თურმე მე ახლა გავიგე რომ განათლების მინისტრს საერთოდ ეჭვიც კი გამოუთქვამს იმ საშინელებასთან დაკავშირებით რაც გალის რაიონში ხდება, ანუ არც აინტერესებს. ეს უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ენას და სამშობლოს დავკარგავთ. თუ ჩვენ არ დავირაზმეთ ყველანი, არ მივხედეთ ჩვენ საკუთარ საქმეს და არ ვაიძულეთ ხელისუფლება გააკეთოს ის, რაც მისი უპირველესი მოვალეობაა, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაცვა. 14 მილიონი ლარი ყოველწლიურად და ეს არ არის პატარა თანხა. ჩვენი მეგობრების ჯიბიდან ამოღებული ფული მიდის აბსოლუტურად უმაგნესი მუქთახორა სტრუქტურების დასაფინანსებლად, რომლებიც დღეს უკვე თუ ჩვენ მათი ხელმძღვანელების ზოგიერთი ხელმძღვანელის პარტიულ კუთვნილებასაც გავითვალისწინებთ, პრაქტიკულად ვაის სიძღვილო და რუსეთის იმპერიის ანექსიის ინსტრუმენტათაც არის ქცეული. ეს დაუშვებელია, ეს რეალობა რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს და მთელი ჩვენი ძალისხმევა და თუ გნებავთ ფინანსური რესურსები ეროვნულ საქმეს უნდა მოხმარდეს. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხედავთ რომ განათლების მინისტრი ამბობს რომ არ იცის რა ხდება გალის რაიონში. მაგრამ მან კარგად იცის დასაქმებული ყავს თუ არა თავისი ნათესავები. აიღო თუ არა ყოველთვიური პენსია თუ პრემია თუ ასე შემდეგ. აი ეს კარგად იცის. მაგალითად მინისტრმა რომელმაც სახელი შეუცვალა სამინისტროს და დაარქვა შერიგების სამინისტრო, ესეთი სამინისტრო სოფლიოში არ არსებობს, ერთი არის ვენესუელაში და მეორე საქართველოში. აი ეს არის მეცნიერული კომუნიზმის სპეციალისტი და ეხლა იღრმავებს ცოდნას ამ მიმართულებით, მაგრამ მან არ იცის რა ხდება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ იცის რა ხდება ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მაგრამ მან კარგად იცის და უამრავი გამონათქვამი აქვს ამ მიმართულებით, სადაც საუბრობს როგორ უნდა გახდეს დამოუკიდებელი აფხაზეთი, როგორ უნდა იყოს ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი, როგორ ჩაგრავდით ჩვენ ამ რაიონებში მკვიდრ მოსახლეობებს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებამ ააფეთქა საყდრისი და ანალოგიური აფეთქებები იყო, როდესაც ტალიბანმა ააფეთქა ბუდის ძეგლი და ამ შემთხვევაში მთელმა მსოფლიო საზოგადოებრიობამ განაჩენი გამოუტანა ტალიბანის რეჟიმს და შეიქმნა კოალიცია, რომელიც ავღანეთში ტალიბანის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. ამდაგვარი არის კიდე რაღაც ხალიფატის შემადგენელ სტრუქტურაში რაღაც მუსულმანური სახელმწიფო, რომელმაც ანალოგიური გააკეთა ერაყში და იგივე მიდგომა არის მათ მიმართ. ჩვენთან ამას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება აფეთქებს, ხელისუფლებამ არ იცის საოკუპაციო საოკუპირებულ ტერიტორიაზე რა ხდება და ხელისუფლება ხელს უწყობს ამ ტერიტორიების ანექსიას და ოკუპაციას. ეს პრობლემა არ არის, რომ ეს ტერიტორია არის ოკუპირებული, იმიტომ რომ საერთაშორისო დონეზე ყველაფერი ჩვენ და სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს და იცვლება. თავდაცვის მინისტრი, როდესაც ქართველები იბრძვიან უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, მათ ეძახის, რომ ისინი ანგარებით მიდიან, თანხის გულისთვის მიდიან და ასე შემდეგ და არ მიდის იმ ადამიანების დაკრძალვაზე, რომელიც მათ ჩვენ შეგვინარჩუნა 2008 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბევრმა შეიძლება არც იცის რა ხდებოდა სხვადასხვა ოკუპაციების დროს და როგორ იყო რომ მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც რუსულ აგრესიას გაუძლო და გადარჩა, ეს იყო საქართველო 2008 წელს. ანალოგიური ქმედება და დადებითი მაგალითი იყო მხოლოდ ფინეთის შემთხვევა, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა თავისი ტერიტორიების 10%. მხოლოდ საქართველომ მოახერხა რომ 20% არის ოკუპირებული, რახან არის ოკუპირებული, ამას უნდა მოყვეს დეოკუპაცია. მაგრამ დეოკუპაცია რომ მოხდეს, ამას უნდა მოყვეს ამ ხელისუფლების გასტუმრება მოუსვლელში. სხვა გზა რეალურად არ არსებობს, იმიტომ რომ ამის გარეშე აქ არაფერი არ შეიცვლება. და ჩვენ 21 საუკუნეში აქ მდგომ ადამიანებს და ბევრს, რომელიც დღეს აქ არ არის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი, ჩვენზეა დამოკიდებული რეგიონის მომავალი და ჩვენ ვართ რეალურად ყველაზე წარმატებული სახელმწიფო. არავის არ ეგონა 2003 წელს რომ ესეთი კურდული კრიმინალური სახელმწიფო
რომელიც ჩვენ გქონდა ბჭყალებში სახელმწიფო, გამოსწორდებოდა და ერთ-ერთი მოწინავე გახდებოდა კრიმინალის კორუფციის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისითაც უკან აბრუნებენ ყველაფერს. და თუ გააფუჭეს ის ბიჭები, რომლებიც დღეს სამხედროში არიან და უნდათ რომ დაიბრუნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და იბრძოლონ სხვადასხვა სახელმწიფოში თავიანთი ინტერესების, პირველ რიგში ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. აი ეს ბიჭები თუ გააფუჭეს და გარყვნეს, ის პოლიციელები თუ გარყვნეს, რომლებმაც შეცვალეს ის გაიშნიკები და ის კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც ჩვენ ჯიბეში გვიყურებდნენ და დღეს ეს პოლიციელები თვალებში გვიყურებენ და უნდათ რომ როგორ შეიძლება გამოსწორდეს. აი ესენი თუ ქურდებს დაუქვემდებარეს, მაშინ რა სახელმწიფო გვექნება ჩვენ? აი ამიტომ არ დგას დღეს ჩვენ აფხაზეთის და ენის საკითხთან შევიკრიბეთ, მაგრამ მთლიანად სახელმწიფო აპარატზე მიდის შეტევა, აბსოლუტურად. ყველა სტრუქტურის გარყვნა მიდის. ამას ჭირდება მძლავრი ძალა და მე დარწმუნებული ვარ, არის ესეთი ნათქვამი, რომ ჭკვიან კაცს დაწყება უჭირს, სულეს დამთავრება. ჩვენ ხო დავიწყეთ, ვართ საკმაოდ ჭკვიანები და ამიტომ ამას ყველაფერს კარგად დავამთავრებთ. დიდი მადლობა. ჩვენ წინ დევს სამაჩაბლოს ეგრეთ წოდებულ საზღვარზე საოკუპაციო ხაზიდან მოგლეჯილი წამოღებული გამყოფი ხაზი. ეს არის აქტია აქციის და ეს არის სიმბოლური აქტი, სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი არასდროს შევეგუებით ამას. არც ერთი თქვენგანი ამას არასდროს შეეგუება. ყოველთვის ფეხს დავადგამთ ესეც, იმიტომ რომ საქართველოს იქნება ერთიანი, საქართველოს იქნება თავისუფალი და საქართველოს იქნება ძლიერი. ეს არის რწმენა ჩვენი, რაც გამოძრაებთ იდეურ თქვენგანს. არც დღევანდელი თაობა, არც უფროსები, არც მომავალი თაობა არასდროს შეეგუება საქართველოს ოკუპაციას. აქ ენაზე არის საუბარი დღეს. ენაზე არის საუბარი და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იგრძელება აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართული ენის სწავლება. მოდი ვიყოთ გულწრფელები. ეს ხომ ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკია იმ დიდი შემოტევისა, რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ხორციელდება. ენაზე ვსაუბრობთ და სხვა მხრივ კარგად გვაქვს. მოდი კულტურა ავიღოთ. იცით თქვენ ყველამ რომ მე ვულგარულად არასდროს ავლაპარაკობ და არასდროს არ მისაუბრია ვულგარულად, მაგრამ აი ამ ხელისუფლებას ქართული ენა რომ ფეხებზე კიდია ეს დღევა განცხადებებიდან ჩანს, თურმე არ იციან იქ რომ ქართული იგრძალება. ეს როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, ქართული ენისადმი დამოკიდებულება უფრო გაფაცისებულია და უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძრავს თითოეულ ჩვენგანს. მე ვიცნობ თითქმის აქ გამოვიდა ჯერ ერთი მე ყველა ორატორს რომელიც ჩამოვიდა გამოვიდა სრულ სოლიდარობას უცხადებ ქართულ ენასთან და მის დაცვასთან და ჩვენი ეროვნულობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩემი თანაქალაქელი და ჩემი უმცროსი მეგობარი ბატონი ელგუჯა გამოვიდა და ძალიან სწორად გულისწყივილით აღნიშნა რომ ჩვენს მშობლიურ რაიონში მეც გალიდან გახლავარ მუშაობენ პედაგოგები და სწავლობენ ქართულ ენას ბავშვები რომელთა დამოკიდებულება თავიანთი ქვეყნისადმი, საქართველოსადმი სიამაყის გრძნობას ვინერგავს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს ბრძოლა, არ უნდა შევეგუოთ. ეს ხიხოს რეჟიმი ცდილობს, რომ შეგვაგუოს არსებულ მდგომარეობას. ჩვენ არანაირად არ უნდა შევეგუოთ აი ამ ოკუპაციას. თითოეული ქართველის ვალია, რომ უნდა იბრძოლოს. მესალმებით ჩემო ძვირფასებო, დღეს ისე როგორც არასდროს ყველაზე მეტად მიმძივს თქვენ წინაშე წარდგენა. წლების წინ, როცა იცავდნენ ზუსტად აი ამ ტერიტორიებზე ქართულ დედაენას, დღეს ჩვენ ისევ გვიწევს ჩვენი უნიათო ხელისუფლების პირობებში. და ეს ყველაფერი განსაკუთრებით ჩემ ოჯახზე მოქმედებდა. როცა 95 წლის 12 მარტს 78 ახალგაზრდა, 78 ვაჟკაცი გალის სკოლებში ჩაცხრილეს იმისთვის, რომ ქართულ ენას, ქართულ ღირსებას და საქართველოს იცავდნენ. დიახ, ერთ-ერთი შვილი ვარ, მე ვინც სკოლაში დახვრიტეს თავის მასთან ერთად 95 წლის ეგრეთ წოდებულ აჩისტკებზე. და მინდა აქიდან თქვენთან ერთად გავაგონო ხელისუფლებას, რომ აფხაზეთი და რომ სამაჩაბლო საქართველოა და არასოდეს შევეგუები ჩვენ ოკუპაციას, არასოდეს შევეგუები ჩვენ იმას, რომ გველაპარაკონ ოკუპანტის ენით. ქრისტიანს და მეგობრებო, და ეს დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი მამულის, ჩვენი ერის სულიერი აღდგინების საწინდარი. ერთიან საქართველოს გავმარ? და დღევანდელი დღის მსგავსად ოკუპანტის გამყოფი ყველა ნიშანი, ოკუპანტის
სისხლისმელი ჯართი აი ესე ქართველი ერის ფეხქვეშ გაგებული იყოს და აქედან პირდებით ოკუპანტ რეჟიმს პუტინის რუსეთს რომ ფეხქვეშ გაგვეგება რუსული ჯართი და დამთავრდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართული სისხლის ხრა. მეგობრებო, ნახევარი საუკუნეც არ გასულა, რომ ქართულ ენას და ქართულ სახელმწიფოებრიობას მას მერე კვლავ შეექმნა საფრთხე. ერთადერთი ძალა, რომელიც ვერ ამჩნევს ამ საფრთხეს, ეს არის საქართველოს მარიონეტული რეჟიმი, საქართველოს მთავრობა. და მე მათ მინდა უთხრა, დღეს სხვადასხვა მინდა გითხრათ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. გითხრა, რომ საქართველოს სახელმწიფო ენას არ ექმნება საფრთხე. დიახ, დღეს ქართველ ერს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკრძალებათ ქართულად განათლების მიღება. დიახ, ეს საფრთხეა. დიახ, საფრთხეა, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ცხრებივით იტაცებენ და ყიდიან. დიახ, საფრთხეა, როდესაც ჩვენ ტერიტორიებზე თხრიან საგრებს, როდესაც ჩვენს ხალხს ეკრძალებათ საკუთარი წინაპრების საფლავების მონახულება. დიახ, საფრთხეა, ბატონო ირაკლი, როდესაც 36 პოლიციის საგუშაგოდან 4 დარჩა მოქმედი. დიახ, საფრთხეა, როდესაც ჩვენი მთავრობა ოკუპანტის ენით გველაპარაკება. ქრისტე აღზა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ადამიანი შეიცნობა საქმით. რწმენა საქმის გარეშე არის მკვდარი. აქ ითქვა რომ ადამიანებს გულის შეტკივა თურმე, ადამიანებს რომლის კამზე არიან დღეს გემრიელად მოკალათებული თავიანთ ოთახებში, მათ გულის შეტკივათ, მაგრამ რატოღაც ვერ გამოვიდა, ეს არის სიცრუე და ტყუილი. ვისაც გულის შეტკივა, ის დგას აქ. ვისაც გულის შეტკივა მორალურად მაინც არის ჩვენს გვერდით. და ჩვენ ასეთ ადამიანებს ვცნობთ, ასეთი ადამიანები ვიცით. ისინი თავიანთ თანადგომას ჩვენ გვიცხადებენ. ეს ადამიანები ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს იმ ადამიანის გლები, რომელიც არიან ცხვრის ქურში გახვეული. ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ყველა ჩვენთაგანს უნდა გჯეროდეს, რომ ეს ბრძოლა არ ჩაივლის შედეგის გარეშე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები სულ ორნი ადამიანი, ზვიად გამსახურდი და მერაბ კოსტავა, ქიძე ჩამოსახლო მეგობრებთან ერთად. დაანგრიეს უზარმაზარი იმპერია. მასთან შედარებით ივანიშვილის ხუხულა ეს არის სასაცილო სათამაშო, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ამას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. თავარია, რომ ჩვენ არ შევწყვიტოთ ბრძოლა, არ შევწყვიტოთ რწმენა იმისა, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით. მინდა გითხრათ, რომ პრინციპული შეცდომა არ უნდა დაუშვათ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება არის სათავე ყველაფერი ამის, მაგრამ ბურჯები, რაზეც ისინი დგანან, ეს ბურჯები არის მათთან ესა მოსაკვეთი და ერთ-ერთი ბურჯი არის აფხაზეთის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, სადაც მოკალათებულები არიან ადამიანები, რომლებმაც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ლომის წვლილი შეიტანეს აფხაზეთის დაკარგვაში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები რამეს გააკეთებენ ქართული ენის ან ქართული მიწის დასაბრუნებლად არამც და არამც. ისინი ვერც გააკეთებენ, იმიტომ რომ არიან კოლაბორაციონისტები. მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავის შეგდებული ცხოვრება იბრძოდნენ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვერასდროს ისინი ვერ დადგებიან ქართული სახელმწიფოს მხარეს. მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს თვალ გაფაციცებით და რაც თავარია გვიყურებენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები. დგევართ ჩვენ თუ არა, მაგრამ დგევართ თუ არა ქართველი ენის, ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე. ჩვენი აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. აიჭვიც არ შეგეპაროთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც მოყვება ძალიან დიდი და სერიოზული აქციები. ეს არის დასაწყისი. ეს არის შეიძლება ერთი გუნდა, მაგრამ ეს გუნდა აუცილებლად წარმოშობს ზვავს. ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. აღდგომის წყინვალე დღესასწაულს დაწყებული ბრძოლა, როგორც ქრისტეს აღდგომა, დამთავრდება აუცილებლად გამარჯვებით. ღმერთი იყო ჩვენი შებზე. ქრისტე აღსდგა. მეგობრებო, მე ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით შეწუხებისათვის, მობრძანებისათვის და თქვენი მამულიშვილური ვალის მოხდისათვის. ჩვენ
გესმის რომ სადღესასწაულო დღეებია, ამდენად საპროტესტო ტალღაზე ნამდვილად ძნელია დღეს საზოგადოების განწყობა, ძალიან ასე ვთქვათ, სამხიარულო სადღესასწაულო დღეებია, წყინვალე შვიდეულია, ამდენად დიდი მადლობა თქვენ, რომ დღეს მოიცალეთ ჩვენთვის, მოიცალეთ დევნილებისათვის, მოიცალეთ გალის მოსახლეობისათვის, ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ჩავატარეთ ბრიფინგი პრეზიდენტის კანცელარიასთან, ჩვენ მოგახსენეთ რომ 25 თებერვალს ჩავატარეთ კონფერენცია, გვაქვს საკმაოდ ყოვლისმომცველი მოხსენება, გამოკვლევა, რომელსაც ხვალზე ბროშურის სახით უბრალოდ ჟურნალის სახითაც გამოიცემა. ჩვენ მთელი ჩვენი მასალები გადავეცით საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეაგირებისათვის, სამწუხაროდ რეაგირება ჯერჯერობით არ მოხოლია. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ბოლო გაზეთი, ეს გახლავთ გაზეთი გალი, რომელიც თვეში ერთხელ გამოდის გალში. ეს არის 116 ნომერი, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ამ გაზეთს. ამ გაზეთის პირველ გვერდზე წერია, რომ ყველა ხალხი თანასწორია და ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს და წეროს მშობლიურ ენაზე. ეს არის ამონარიდი ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციიდან, მაგრამ ამ გაზეთის რედაქციას და გულაგის ადმინისტრაციის მესვეურთ ეს მშობლიური ენა იქაური მოსახლეობისათვის ესმით როგორც რუსული და მეგრული. ამ გაზეთში არის სპეციალური სვეტი, ეს არის რუსულ-მეგრულ ენოვანი გაზეთი, მანდ არის სპეციალური სვეტი მეგრულ ქართული ასოებით მეგრულ ენაზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთ მიზანს ისახავს ეს აქცია, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, შემდეგი პრობლემის დაყენება საქართველოსათვის, რომელიც გვითხრა ჩვენ დუგინმა საკმაოდ დიდი ხნის წინათ, რომ შემდეგი იქნება სამეგრელო. ამიტომ საშიშროებები საკმაოდ რეალურია და რეაგირება საჭიროებს ქართველი ერისაგან, ქართული საზოგადოებისაგან. ჩვენ ამავე პაკეტს, ეხლა ჩვენ კიდევ ერთი პაკეტი მოვამზადეთ, საქართველოს პრეზიდენტთან ჩვენ არ ყოფილვართ. ამ დოკუმენტების პაკეტს იმ ჩვენს გამოკვლევას მივართმევთ საქართველოს პრეზიდენტსაც, ამ გაზეთთან ერთად, რა თქმა უნდა, და დაველოდებით რეაგირებას მისგანაც. დღეს პრობლემა აქტუალიზებულია, ვფიქრობ, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა აქ მომბრძანებულ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზაცია თავისუფალ ზონას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის და შემდეგ, ცოტა ხნის შემდეგ კიდევ რამდენიმე ხანი ვაცლით, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლებას და თვითონ ჩვენ აფხაზთა კრება მოგიწოდებთ აქციებისაკენ საქართველოს ხელისუფლების გადასაყენებლად. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, დიდი მადლობა თანადგომისათვის, ამით ჩვენი აქცია დასრულებულია. ჩემი აზრით პრობლემა გაჟღერდა, ჩვენ პატარა ფანჯარა გავხსენით, გავარღვიეთ, ასე ვთქვათ, ეს საინფორმაციო ბლოკადა, ეხლა ჯერი ხელისუფლებაზეა და რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების, ქართველი ერის ყურადღებაზე და ერთიანობაზე.